თემგაზეთ თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ, მანამდე კი შენობის მინები ჩაამსხვრიეს. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დაცვის პოლიცია იყო მობილიზებული. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, გამოსახლებას ყოველ წუთს ელოდებიან. არ მაქვს სახლკარი. საერთოდ 12 წელია უკვე ქირით ვცხოვრობ. სოციალურად დაუცველი იამზე ბახტაძე თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილ შენობაში დღეს დილით 9 საათზე ოჯახთან ერთად შეიჭრა. ბახტაძეებთან ერთად შენობა სოციალურად დაუცველმა კიდევ 60-მა ოჯახმა დაიკავა. ვითომ გპირდებიან, მაგრამ არაფერს არ გიკეთებენ. იძულებული გავხდი, რომ უკვე ამ გზას მიმემართა. გადავწყვიტეთ, რომ მთავრობის შენობაში შევსულიყავით. არავის არ ვაზიანებთ, არავის არაფერს არ უხუშავებთ. დაგვაყენონ ამ შენობაში. ყოფილი კოლეჯის შენობაში შეჭრილი ოჯახები აცხადებენ, რომ ერთმანეთის სოციალურად დაუცველების მიერ გამართულ სხვადასხვა აქციაზე გაიცნეს. სადაც თბილისის მერიასა და სხვა სახელმწიფო უწყებებისგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვდნენ. ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კოლეჯი 2009 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ შეჭრა გადაწყვიტეს. მაინდა-მაინც ამ შენობაზე არ იყო, სადაც ვნახავდით, ყველგან შევიდოდით. სადაც კი სახელმწიფოს ფართს ვნახავდით, შევიდოდით ყველგან. უბრალოდ ეს დიდი ფართია და მასა ვართ. ბევრი ხალხი ვართ გაჭირებული და ყველა ერთმანეთს ვდგავართ გვერდს. სოციალურად დაუცველებს მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. მან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა შეჭრილები გააფრთხილა, რომ შენობა კერძო მფლობელობაში იყო და ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ. პრესამსახური გააკეთოს. პრესამსახური რაზე იყო საუბარი ამაზე? პრესამსახური გააკეთოს კომენტარში გითხრა. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო კერძო საკუთრება. თქვენ ბრძანდებით ეკონომიკის სამინისტროს. პრესამსახური გააკეთოს კომენტარში. აი, ხელი არ მომოხდა. ეს შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს თუ არა? თბილისის ინდუსტრიული კოლეჯი 2004 წლის 1 ოქტომბერს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად განათლების მაშინდელი მინისტრის კახა ლომაიას ბრძანებით დაფუძნდა. ეს შენობაც მისი უწყების ბალანსზე ირიცხებოდა. მოგვიანებით 2009 წელს ამჯერად უკვე ნიკა გვარამიას 30 ივნისის ბრძანებით კოლეჯის ლიკვიდაცია მოხდა და შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა. უნდა გახვიდეთ და всё საკუთარი არ არის. კომპიუტერი ძალიან ისეა რომ გავჩილებული რომ ყველაფერი ჩანს, ჩვენ ამოვიღეთ ამონათერი არის მერის ბალანსზე. ჩვენ გიმტკიცებენ რომ არა. შენობასთან მთელი დღის განმავლობაში დაცვის პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები. თავდაპირველად მათ შეჭრილებთან გასაუბრების უფლება მოგვცეს, თუმცა ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მისვლის შემდეგ შენობაში შესვლის საშუალება აღარ მოგვეცა. ზეწოლა იყო ცოტა, მაგის გამო ბავშვებს შეშინა და ერთად მოვიყვანეთ ბავშვებს. ზეწოლა ვისგან იყო? პოლიციელებისგან და სუყალასგან, ვინც იყვნენ აქ. თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილ შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ კომენტარი დღეს არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის და არც ტოლთა და განსახლების სამინისტროში გააკეთეს, იმ მოტივით, რომ ისინი მათი ბენეფიციარები არ არიან.